ახაშენში მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს უკვე 10 წელია ითხოვს. მართალია აქ არჩევნების წინ გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო, თუმცა 2 თვეა შეჩერდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, მესამე არჩევნებია, რაც სიმბოლურად სამუშაოები მხოლოდ იწყება, დასასრული კი არ ჩანს. გაზი არ არის სოფელში, არაფერი ხელშეწყობა არ არის. მესამე საპრეზიდენტო არჩევნები უმწავიეს ახლა. პირველ საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო, რომ ახაშენში ნახევარად შემოიყვანეს არხიდან ახაშენამდე გააშუალეს მანძილი, მანამდე მოვიდა მილით, გამოყვანა გაზისა, გაზი კი არ ცარიელი მილისა. შემდეგ მეორე არჩევნები 2008 წელს გვითხრეს, რომ აი გამოვიყვანთ სოფლამდე. ველოდებით, აი ორ სოფელზე, ორ უბანზე ამოიარა, ამ უბანზე და ამის პარალელურზე იქ უბანზე მარტო მილი, არავით არის გაზი, არავით არის დაიკარგინა შიგა უბნებში, არავით არის მილი, არ არის გაყვანილი და ძალიან დაშაგრულები ვართ. აქეთ სოფელში, ზეგანში, მუკუზანში, იქით გაყოლები, აქეთ სოფელში ყველგან გაზია, ჩვენთან არ არის გაზი. გაზი ჩვენ არ აგვაქვს. და გვინდა რომ გაზი გქონდეს. თელ სოფელს აქვს მაგის სურვილი. აქ დიდი ხანია რომ არ აკეთება. ძალიან დიდი ხანია. განაეხლა. პირველი შემთხვევა კი არ არის ეს ამბავი. მაიტანენ, წაიღებენ მილებ, გაიყიდიან და ისევ დაიყრიან სხვა. ეგაა სხვა არაფერი. მოსახლეობა ეკოლოგიურ პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუ სოფელს ბუნებრივი აირი ექნება, ტყე აღარ გაიჩეხება. გაკეთა ეგ ქსელი გაკეთა ცენტრალურ გზაზე მარტო და აღარც უბნებშია შესული, აღარც საერთოდ გაჩერდა ყოველგვარი მოქმედება და მოძრაობა და არა და უგაზოთ საერთო ოჯახი რო ავიღოთ არა, უგაზოთ ძალიან უჭირს ყველა ოჯახს. ძალიან უჭირს. გაზი რო იყოს, ეს ტყის მასივებიც გადარჩება გენაცვალე. ყველაფერი ჩადგება ფორმაში, აღარც გაიჩეხება ამდენი ტყე და ისა და იქნება მშვენივრად. გადავხდებით ყველა გადაიხდის იმ ორ კაპიკსა და იმ 10 ლარია თუ 20 ლარი ყველა გადაიხდის და ყველა ის იქნება და აი დაწყებული საქმე, რომელიც უნდა დამთავრებულიყო და ყველა იმედით შეუყურებდით, აი ეგრეა გაჩერებული შუაგზაზე და აღარც აკეთებენ, აღარც რა ვიცი, როდის დაამთავრებენ და როდის იქნება, ვერ გეტყვით. ძალიან აუტანელ პირობებში ვართ. იმიტომ რომ 21 საუკუნეში ადამიანს ისევ შეშის ღუმელზე რომ იქნები მიჯაჭვული, ეს მე მგონი აბსურდია. არის ნაწილობრივ გაკეთებული დაამონტაჟეს მრიცხველებიც, მაგრამ რკინიგზის ზევით აბსოლუტურად არაფერი არ არის გაკეთებული. აი სიმბოლური მინიშნებაც რომ გათხრები მაინც რომ იყოს არაფერი. ეს არის გადაუდებელი, აი სასიცოცხლო რამ და ძალიან მადლობელი ვიქნები თუ ამას ვინმე ყურა ბოლოს და ბოლომდე მიიყვანს ამ დაწყებულ საქმეს. გაზის კომპანია სოკარ ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ახაშენში გაზიფიცირების სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ახლა სპეციალური გეგმა უნდა შედგეს, რის შემდეგაც გაზიფიცირების სამუშაოები გაგრძელდება. რახან დაწყებულია გენცვალე, ეგ დამთავრდება რა, უბრალოდ წლის ბოლო რო იყო. წლის ბოლო ხო იცი ყოველთვის ესეა რა. ეხება ხოლმე სამუშაოები და რაღაცა. ეხლა აუცილებლად გაგრძელდება, ეხლა რო გითხრათ ერთ კვირაში წვილი რო არ გამომივიდეს, მაგრამ რო გაგრძელდება და დამთავრდება, ამაში არის 100%-იანი დარწმუნებულები იყავით. უბრალოდ დროს ვერ გეწვით ჯერ. აი რომ მორჩება ამ იმაზე, ხო, გადანაწილება გეგმების, ახალი სოფლების ჩაჭრება, კახეთის კი არა, ყველა რეგიონის გამიგეთ, მაგრამ ეხლა ხო იცი წლის დასაწყისია და ეგ პროცესი ცოტა დრო უნდა და მე რო ჩამოყალიბდება, კი ბატონო, გეტყვით. მაგალითად და სხვა სოფლებსაც რომელიც დაემატება წელს. ახაშენში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების შემდეგ პრობლემა 960 ოჯახში მოგვარდება.